მიუხედავად იმისა, რომ 2024 წელს იყო ბევრი გამოწვევა, ძირითადად პოლიტიკური მიზეზებით, მაინც ტრანზაქციების რაოდენობაში დაფიქსირდა 2%-იანი ზრდა. ძირითადად ის ზრდის განმაპირობებელი იყო დეველოპერების გაყიდვები, სადაც ჰქონდა 14%-იანი ზრდა, ხოლო ძველ პროექტებში იყო 13%-იანი შემცირება ტრანზაქციების. კი ბატონო, როგორია უცხოელი კლიენტების მხრიდან მოთხოვნა ბინებზე? ვგულისხმობ აი ამ 2024 წელს. ეს მაჩვენებელი რომ შევაჯამოთ, რაიმე სახის ცვლილება თუ გვაქვს და ასევე რამ განაპირობა ეს ცვლილება? დაუშვათ თქვენ ახსენეთ მიმდინარე მოვლენები. აი ეს მიმდინარე მოვლენებმა თუ იქონია ამაზე გავლენა? კიდევ უფრო ტრენდს შევხედოთ, 2022 წლამდე თბილისში 95%-ზე მეტი ტრანზაქციების, ეს იყო ქართველების შესყიდვები. 2022-23 წელს ეს მაჩვენებელი შემცირდა დაახლოებით 90%-მდე, ანუ მსხვილების წილი გაიზარდა 10%-მდე, ხოლო 24-ში ისევ შემცირებისკენ წავიდა დაახლოებით 5-7% არის მსხვილების წილი ახლა. პოლიტიკური მიზეზებთან ჯერჯერობით კავშირში არ უნდა იყოს, 22-23 წელში იყო ძალიან დიდი შემოდინება უცხოელების, რადგანაც იყო გაზრდილი საკმაოდ დაინტერესება, თუმცა 24 წელს უკვე აღარ არის ესეთი ტენდენციები, უფრო სტაბილურია ბაზარი ამ მხრივ. მაშინ თუ ეს მიმდინარე მოვლენები არ არის ამ ყველაფერთან კავშირში, როგორც თქვენ ახსენეთ, აი ეს რითი შეიძლება რომ ახსნათ ეს ცვლილება, უფრო დეტალურად რომ განვარტოთ მაყურებლისთვის? დამატებითი მოთხოვნა აღარ არის უცხოელებისგან 22-ში და 23-ში, ეს იყო არა მარტო უკრაინის ომის შედეგად შემოსული რუსების ფაქტორი, ეს იყო უცხოელი სტუდენტების ფაქტორიც. ამის შემდეგ უკვე როცა ვაკვირდებით საზღვრის კვეთებს, აღარ არის იმდენად ზრდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქვეყანაში, რის გამოც დამატებითი მოთხოვნა ამ სეგმენტიდან ნაკლებად არის. როდესაც ვსაუბრობთ აი ამ ცვლილებებზე, ეს ცვლილებები ბინების ფასებზე როგორ შეიძლება რომ აისახოს? დაუშვათ თუ უნდა ველოდოთ მომავალში ბინებზე ფასების ზრდას? ამ ფაქტორს ამ ეტაპზე არ აქვს ესეთი დიდი გავლენა, იმიტომ რომ უფრო სტაბილური არის. ზოგადად ბინებზე ფასები გვაქვს ჯერ კიდევ მზარდი, მიუხედავად იმისა, რომ 22-ში, 23-ში დაახლოებით 20%-იანი ზრდები იყო, 24-ში იყო ზრდა 9%-იანი, რაც არის თავისთავად მნიშვნელოვანი ზრდა, თუმცა მაინც წინა წელთან შედარებით უკვე შემცირებული არის ზრდის ტემპი. მომავალშიც შესაბამისად სავარაუდო არის, რომ კიდევ უფრო მეტად შემცირდება ტემპი და რაც შეეხება უცხოელების ფაქტორს, აქ მნიშვნელოვანია უბრალოდ რამდენად სწრაფად დატოვებენ თუ ისინი დატოვებენ ქვეყანას, რამდენად სწრაფად მოხდება ეს, ანუ მოთხოვნის შემცირება ბაზარზე. ასევე მინდა გკითხოთ ძველ აშენებულსა და ახალ აშენებულ ბინებთან დაკავშირებითაც, ამ შემთხვევაში თუ გვაქვს რაიმე სახის ცვლილება, მათზე მოთხოვნა როგორ არის მომხმარებლების მხრიდან და აი ამ შემთხვევაშიც ფასების ზრდას თუ უნდა ველოდოთ, როდესაც ამაზე ვსაუბრობთ? ფასების ზრდა ორივე მიმართულებით გრძელდება ჯერჯერობით, თუმცა ტრენდი არის, რომ ძველ კორპუსებში ტრანზაქციების რაოდენობა მცირდება არა მარტო რეკორდულ 22 წელთან შედარებით, 21 წელთან შედარებითაც ნაკლები იყო მნიშვნელოვნად 24 წლის ტრანზაქციები ძველ კორპუსებში. და ამის ნაცვლად გაზრდილი არის ძალიან მოთხოვნა ახალ კორპუსებში, განსაკუთრებით შენებარე კორპუსებში. მშენებლობების რაოდენობაც არის ასევე ძალიან გაზრდილი. თუ სტაბილურად ერთ კონკრეტულ მომენტში ადრე იყო 50,000 მშენებარე ბინა საშუალოდ, დღეს უკვე ეს მაჩვენებელი 80,000 საჭარბებს. შესაბამისად, ბაზარი უფრო მეტად ახალი კორპუსებისგან მშენებარე კორპუსებისგან არის წასული. და ჩვენი საუბრის ბოლოს მინდა გკითხოთ, ბინების ყიდვის თვალსაზრისით ყველაზე მოთხოვნადი რომელი უბნები არის თბილისში? ტრანზაქციების რაოდენობას თუ შევხედავთ, ყველაზე მოთხოვნადი ტრადიციულად გვაქვს სამი უბანი, ესაა სამგორი, დიდი ღომი და საბურთალო. ხო, რომელსაც 20% აქვს თხოვნე დაახლოებით, ხოლო ფასების კუთხით ყველაზე მოთხოვნადი არის ვაკე და მთაწმინდა, ასევე ტრადიციულად.